მშვენიერი, მე შევძელი მივნახე ეს ვიდეო, ეს ფლეშ დრაივი, ტაქს, ოკეი, დროზე სახში, ტაქს და ეს ფლეშ დრაივები აქ იყოს ჯერჯერობით, ოკეი. მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენ ვარ საბადა, არხი კაპიტუშროსონ სამი და დღეს, როგორც მივხვდით ამ ვიდეოს სათაურიდან, მე მინდა გავაკეთო პატარა ანალიზი იმ ვიდეოსი, რომელიც გამოვიდა ჩემს არხზე 5 დღის წინ 2 ივნისს. Ვინც არ უყურა იმ ვიდეოს, იმათვის მე მოკლედ ავხსნი თუ რა მოხდა იმ ვიდეოში. მოკლედ იმ ვიდეოში მე აღმოვაჩინე ჩემი სახლის იატაკის ქვეშ ის დაწყევლილი ტელეპორტი. და თუ მეგობრებო თქვენ ვერ ხვდებით თუ რა ტელეპორტი საერთოდ რის შესახებ ვამბობ, თქვენ გამოდის არ უყურეთ აგრეთვე იმ ვიდეოს, რომელიც გამოვიდა 4 თუ 5 თვის წინ სადღაც ასე ჩემს არხზე, რომლებსაც ქვია, პირველ ვიდეოს ქვია, რა უქნა ამ გასაღებმა ჩემს სოფელს მინიკრაფტში და მეორე ვიდეოს ქვია, ამ ფერმერის სულმა დამეხმარა სოფლის აღდგენაში მინიკრაფტში. აუცილებლად ნახეთ ეგ 2 ვიდეო, ძალიან საინტერესო გამოვიდა და ზუსტად იმ მეორე ვიდეოში, რომელიც ახლა გითხარით, ანუ ამ ფერმერის სულმა დამეხმარა სოფლის აღდგენაში მინიკრაფტში, ზუსტად მაგ ვიდეოში პირველად გამოჩნდა ეგ დაწყევლილი ტელეპორტი. და მეგობრებო, ჩვენ ამ ვიდეოში ჩვენ გავაკეთებთ პატარა ანალიზს. ნახავთ ვიდეო კამერებს და აგრეთვე ვუპასუხებ რამოდენიმე კითხვაზე პასუხს და მოით უკვე დავიწყოთ. როგორც თქვენ უკვე პრინციპში ვიდეოს დასაწყისიდან თქვენ დაინახეთ, რომ ჩემს ხელებში იყო 2 ფლეშ დრაივი და ზუსტად ამ ფლეშ დრაივების საშუალებით ჩვენ ვნახავთ ვიდეო კამერებს. მეგობრებო, აი ეს ფლეშ დრაივი არის, იცით რისი, აი ეს ფლეშ დრაივი არის ვიდეო კამერების, საიდუმლო ვიდეო კამერების, რომლებიც არის განლაგებული ჩემს სახლში, ხო? ვინც არ იცოდა, მე კიდე 1 კვირის წინ ჩამოვკიდე ჩემს აი ამ კედელზე ჩამოვკიდე საიდუმლო ვიდეო კამერები 1 კვირის წინ, როდესაც მე ვიყავი გასული მეზობელ სოფელში და აი ეს მეგობრებო, აი ეს ვიდეო, ეს ფლეშ დრაივი არის ყველაზე მთავარი ვიდეო კამერა, ყველა ვიდეო კამერების ჩვენ სოფელში. აი ამ ფლეშ დრაივის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ყველა ვიდეო კამერა ჩემს სოფელში, რაც არის განლაგებული. და მეგობრებო, ჩვენ დასაკვირველია, მე მაინტერესებს ყველაზე მეტად ვიდეო კამერა, რომელიც არის განლაგებული ჩვენს ეკლესიაზე, იმიტომ ზუსტად ამ ეკლესიიდან ყველაზე კარგად ჩანს ჩემი სახლის რაკურსი. დასაკვირველია, მეგობრებო, ის ტელეპორტი მე არ მოვაშორე, არის აგრეთვე განლაგებული ჩემი სახლის იატაკის ქვეშ, აი თუ შეიძლება ამ საათებში, რომელიც ვიღაცამ ამოთხრა, აი მეგობრებო, ეს ტელეპორტი. საერთოდ გითხრათ, მე არც კი მინდა მე შინი ახლოს რომ ვდგავარ ამ ტელეპორტთან, მაგიტომ უფრო კარგიათ ამოვიდეთ და უკვე პრინციპში დავიწყოთ კამერებით. დასაკვირველია, მე მინდა დავიწყო აი ამ ფლეშ დრაივით, რომელიც აჩვენებს აი ამ საიდუმლო კამერას ჩემს სახლში. მოვით მეგობრებო, ახლა შევაერთებ ამ ფლეშ დრაივს ჩემს კომპიუტერში და ოპა დავკავშირდი და მოდით მეგობრებო ავირჩიოთ 2 ივნისის დილის 6 საათი. თქვენ ალბათ მეგობრებო, ახლა გაგიშთევთ ასეთი ლოგიკური კითხვა და რატომ 2 ივნისის დილის 6 საათი და არა მაგალითად საღამო? მეგობრებო, იმის გამო, რომ ზუსტად დილის 6 საათზე მე ვიყავი გასული ტბასთან, რომელიც არის განლაგებული ჩვენს სოფელთან ახლოს, აი იქ, რომელიც არის განლაგებული იმ მხარეს. მე ვიყავი მაგ ტბასთან მისული, იქ ცოტა გავისეირნე და როდესაც მოვედი, ზუსტად დავინახე, ზუსტად მაგ დროს უკვე იყო განლაგებული ჩემი სახლის იატაკის ქვეშ ეგ დაწყევლილი ტელეპორტი. ნუ ვინც უყურა ჩემს წინა ვიდეოს, ის გაიგებს. ტაქს მეგობრებო, აი უკვე დავკავშირდი ჩემს ვიდეო კამერასთან და მიაქციეთ ყურადღება, ეს არის უკვე დილის 6 საათი, როდესაც მე უკვე გავედი ჩემი სახლიდან. აი მიაქციეთ ყურადღება აი ამ მარცხენა კუთხეს, სადაც არის განლაგებული აი ეს რაღაც დაშავებული მუქი ბლოკი. გამოდის, როდესაც მე გავედი, ვიღაცამ დააყენა ზუსტად მაგ დროს ეგ დაწყევლილი ტელეპორტი.
იმიტომ მეგობრებო, რასაკვირველია, რომ თვითონ ახლა ტელეპორტი ვერ მოვიდო და მას არ აქვს ფეხები და ხელები, რომ უბრალოდ მოვიდეს და ჩემი სახლის იატაკის ქვეშ თვითონ ასე განლაგდეს. არა, მეგობრებო, ვიღაცამ მოიტანა. შეიძლება ვიღაცას უნდა და ჩემი დატროვა, ან შეიძლება ვიღაცას, მაგრამ ვის შეწენიკებს, მაგრამ რისთვის უნდა? აი, ამაგას ვერ ხვდები. და აი ახლა მეგობრებო შეამჩნიეთ, ეს არის უკვე დილის 5 საათი, 2 ივნისის დილის 5 საათი და შეამჩნიეთ, აი მიაქციეთ ყურადღება, რომ მაგ დროს ეგ ბლოკი არ იყო მუქი, ანუ გამოდის, მე თქვენ თუ რამე არ გეტყუებთ, მაგ დროს არ იყო განლაგებული ეგ ტელეპორტი ჩემი სახლის ქვეშ. გამოდის, როდესაც მე წავედი, მაგ დროს ვიღაცა მოვიდა და სპეციალურად გაამუქა ჩემი იატაკი და დააყენა მან ეგ დაწყევლილი ტელეპორტი. აქ მეგობრებო, მე მოგეთ უკვე გამოვედი ჩემი საიდუმლო კამერიდან, так მოეთ უკვე ავიღეთ ეს ფლეშ დრაივი და ახლა მე მაქვს შემდეგი ეტაპი, ასე ვთქვათ, როგორ გავიგო თუ ვინ იყო. მოკლედ, ვინც უყურა წინა ვიდეოს, იმან იცის, რომ როდესაც მე მოვედი ჩემს სახლთან, მაგ დროს იდგა 3 ჟიწენიკი. თუ რამეა მე ახლავე შეგიძლია ჩაგირთოთ ეგ ვიდეო. მოგეთ მე უკვე შევედი ჩემს არხზე და აი თუ შეიძლება ჩემი ბოლო ვიდეო, რომელიც გამოვიდა 5 დღის წინ, აი რომელსაც ქვია მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემი სახლის იატაკის ქვეშ იყო განლაგებული ეს ნივთი მინიკრაფტში. მეგობრებო, თუ შეიძლება მე უკვე ჩავრთე ეს ვიდეო, რომელიც გამოვიდა ზუსტად 5 დღის წინ და აი მეგობრებო, როგორ იწყება ზუსტად აი ამ ტბასთან ვარ. თუ რამე თქვენ თვითონ შეგიძლიათ გადამოწმოთ, აი ეს ვიდეო არის ჩემს არხზე. პრინციპში მე უკვე გაჩვენეთ და ახლა მივდივარ ჩემს სოფელში და აი რა არის ყველაზე საინტერესო. ახლა მივდივარ, მოეთაბა გადავახვიოთ და ვინ ხდება. მოეთ უფრო კარგია რომ თქვენ დარწმუნდეთ. შეხედეთ, მივდივარ ახლა ჩემს სოფელში, აჰა, მივდივარ და ოპა. აი, აქ არის უკვე აი ეს ჟიწენიკები. აი 3 ჟიწენიკი ზუსტად დგას აქ და მოით მეგობრებო, მე ახლა ავუწევ ხმას, რომ თქვენ გაიგოთ თუ რას ამბობენ ეს ჟიწენიკები, თუ რისთვის იდგნენ აქ. მოით მეგობრებო, ეს იყო სადღაც უკვე გამოიწდილის 7:30 თუ სადღაც 7 საათი, სადღაც ასე. და მოით მეგობრებო, ამაში უკვე რწმუნდეთ. ახლავე მეგობრებო, აი უკვე ავუწიე და მოით ახლა ვუყუროთ თქვენთან ერთად. შეწელნიკებო, გამარჯობა და რას გახართ ჩემს სახლთან? საბა გამარჯობა, ჩვენ ზუსტად შეგელოდებოდით. მე მელოდებოდით და რისთვის რაღაც ხომ არ მოხდა? უბრალოდ ჩვენ გიდოდა და გვეპატიჟები და შენ ცოტა გავისეირდოთ შეიძლება ტყეს, სადაც ჩვენს სოფელთან ახლოს არის გაგებული ტბა, სად იქ. ჟიწენიკო, მაგისთვის ისა დიდბოის გიხდი, მაგრამ მე უკვე ვიყავი იმ ტბასთან ზუსტად დილაუთენია წასული, მაგიტომ მეგობრებო, თქვენ გაიგეთ რა თქვენ გამოდის, რომ ისინი მელოდებოდნენ იმისათვის, რომ დაეპატიჟებინათ მე, რომ წავსულიყავით ერთად გაგვისეირნებინა. და ახლა მეგობრებო, ჩვენ ამას ყველაფერს გადავამოწმებთ. ჟიწენიკებო, აი უკვე მოვედი, ძალიან კარგია რომ უკვე მოხვედით. საბა გამარჯობა და რისთვის დაგვიძახე? Так, окей, შეწენიკებო, თუ რამე ახლავე ყველაფერს აგიხსნით. Так, окей. თქვენ გონი გახსოვთ ხომ, რომ თქვენ იყავით მოსული ჩემთან, ჩემს სახლთან იდექით 2 ივნისს, როგორც მეახსოვს ხომ? კი, საბა, ხომ, დილაუთენია. Так, окей, შეწენიკებო, და რომელ საათზე ზუსტად თქვენ მოხვედით ჩემს სახლთან? ნუ საათო გითხრა, არ ვიცი, მგონი სადღაც დილის 7:30-ზე და რისთვის გინდა? არა, შეწენიკებო, უბრალოდ ერთი რამ მაინტერესებს, так, окей. და თქვენ იყავით ჩემთან მოსული იმისთვის, რომ უბრალოდ დაგეპატიჟებინათ მე, რომ წავიდოდით გავისეირნოთ, ხომ? კი, საბა, ჩვენ პრინციპში თითქმის ყველა მთელი სოფელი დავაპატიჟეთ, მაგრამ ხოთ ჩვენ სამი ვიყავით საბოლოოდ წასული. Так, окей, შეწენიკებო, ყველაფერი გასაგებია, так, окей. მადლობა დიდი, რომ იყავით მოსული ნახვამდის. აი მეგობრებო, ჩვენ ახლა უკვე გადავდივართ ყველაზე საინტერესო მომენტამდე ამ ვიდეოში და ზუსტად აი ეს ფლეშ დრაივი, რომელშიც არის განლაგებული ყველაზე მთავარი, ყველა სოფლის კამერები ჩვენს სოფელში.
აი ამ სოფლის კამერებზე უკვე არის დამოკიდებული ის თუ ვინ იყო მოსული მაგ დროს დილის 6 საათზე, როდესაც მე ვიყავი გასული, სად შევედი. ჩვენ ხო გვაქვს ყველაზე საერთოდ ტაქსი ოპერ, შეძენიკო გამარჯობა, ტაქსი ერთად შევალ, ჩვენ ხო გვაქვს შეძენიკებო გამარჯობა, ტაქსი მე აქ მაინტერესებს სოფლის კამერა და მოიძ მეგობრებო აქ დავდოთ ეს ჩვენი ფლეშ დრაივი так შეძენ რამდენი ხარ так საერთოდ თქვენ რაღაც გაინტერესებთ გონი ტაქს ოკეი აქ დავდოთ მეგობრებო ტაქს და ჩავერთოთ უკვე ეს ვიდეო კამერა ტაქს მეგობრებო აი უკვე თუ რამეა ჩავრთე ეს ვიდეო კამერა უკვე მეგობრებო აი დავაყენე დილის 6 საათზე და აი ვიცით რას ვერ ვიგებ აი შემჩნიათ ყურადღება რომ არაფერი არ არის ანუ არავინ არ არის გამოდის რომ თუ ჩემმა კამერამ რაღაცა მაინც აჩვევა გამოდის დილის 6 საათზე უკვე იყო მაგ ეს მუქი ბლოკი აქ არაფერი არ არის ანუ ვერაფერს ვერ გვაძლევს ეს კამერა მაგრამ მეგობრებო რაღაც საკვირველია მე ახლა მაქვს ლოგიკური კითხვა როგორ მაშინ დააყენეს ეგ ტელეპორტი საიდან აქ მეგობრებო უკვე გამოვიდი ამ ვიდეო კამერიდანაც გაიმოვით უკვე ავიდეთ პრინციპში ამ კამერამ ვერაფერი ვერ დამტკიცა და ვერაფერი ვერ გამაგებინა თუ ვინ იყო როგორ საიდან საერთოდ და ახლა მეგობრებო გადავდივართ საბოლოო იმამდე რამოდენიმე კითხვაზე პასუხს გაგცემთ. და პირველი კითხვა იქნება ასეთი, რატომ ვერ ვიტან და აგრეთვე რატომ მეშინია ამ ტელეპორტის ასე. მეგობრებო, რასაკვირველია, იმის გამო ვერ ვიტან, რომ თქვენ პრინციპში შეგიძლიათ ნახოთ რასაკვირველია ის ვიდეოები, მაგრამ აგრეთვე მე მინდა ვთქვა დიდი მადლობა ამ ტელეპორტს, რადგან ზუსტად მაგ ტელეპორტმა გადაარჩინა ჩემი სოფელი მაგ დაწყევლილი სოფლისგან. მაგრამ მეგობრებო, აგრეთვე როგორც მან გადაარჩინა, მას ასევე შეუძლია გაანადგუროს ჩემი სოფელიც, იმის გამო, რომ შესაძლებელია ისევ დაბრუნდეს ის დაწყევლილი სოფელი. ვინც საერთოდ ვერ ხვდება რა დაწყევლილი სოფელი, რა ტელეპორტი. ნახეთ ის ორი ვიდეო. კიდევ ერთხელ გეუბნებით მათ სათაურს. პირველი ვიდეო არის რატომ აი რა უქნა ამ გასაღებმა ჩემს სოფელს მინიკრაფტში და მეორე ვიდეო ეს არის ამ პიროვნისულმა დამეხმარა ჩემი სოფლის აღდგენაში მინიკრაფტში. აუცილებლად ნახეთ, იმიტომ მასე ვერაფერს ვერ გაიგებს და ამ ტელეპორტს ასევე შეუძლია გაანადგუროს ჩემი სოფელი და დამუბრუნოს იმ დაწყევლილ სოფელში. რასაკვირველია, მან გადაარჩია ჩემი სოფელი, მაგრამ აგრეთვე მეშინია იმის გამო, რომ ზუსტად შესაძლებელია დავბრუნდე იმ დროს. მეორე კითხვა მეგობრებო, იქნება თუ არა კიდევ ვიდეოები ამ ტელეპორტის შესახებ? მეგობრებო, მე არ ვიცი. მე სერიოზულად არ ვიცი, თუ ეს ტელეპორტი არ დაბრუნდება. მოით მეგობრებო, ასე დავთანხმდით. მე არ ვიცი, შესაძლებელია არც კი იყოს. მე რასაკვირველია არ მინდა რომ გაგრძელდეს ეს ტელეპორტის ვიდეოები, იმიტომ ეს არის ძალიან საშიში. იმიტომ ყოველ წუთში შეგიძლია აღმოჩნდე იმ დაწყევლილ სოფელში. მაგიტომ ეს არ არის ჩემზე დამოკიდებული, ეს არის დამოკიდებული ზუსტად ამ ტელეპორტზე. დაბრუნდება თუ არა კიდე ჩემს სოფელში ეგ დაწყევლილი ტელეპორტი. და ბოლო კითხვა. დავბრუნდები თუ არა იმ დაწყევლილ სოფელში მინიკრაფტში და ჩემი პასუხი აქ იქნება კაცრი არა. მეგობრებო, ეს არის ძალიან საშიში. წარმოვიდგინეთ, ყველგან არის ხიფათი. არა სინათლე, არაფერი. არის იქ საშინელი მერი, ერთადერთი სოფლელი დარჩენილი. ის მერი, ისიც საერთოდ არ ვიცი როგორ გითხრათ, საერთოდ ვერაფერს ვერ გეტყვით. მე თითქოს კი უკვე გავანადგურე ეგ სოფელი, მაგრამ არ ვიცი, შესაძლებელია დაბრუნდეს ეგ სოფელი, მაგრამ ჩემი პასუხი არის კაცრი არა. შესაძლებელია, მაგრამ ეს არ არის აგრეთვე ჩემზე დამოკიდებული, მაგრამ ჩემი პასუხი აგრეთვე გეუბნებით არის კაცრი არა. მაგრამ მე რასაკვირველია მეგობრებო, მე ახლა რასაკვირველია ძალიან გამაუცე იმ ფაქტმა, რომ მე ვერაფერი ვერ ვნახე აი ამ ორი ფლეშ დრაივით. იმ ჟიწელნიკებითაც კი, რომლებიც იყვნენ მოსულები, იმათმაც ვერაფერი ვერ შეამჩნიეს. ამ კამერებმა ვერაფერი ვერ დააფიქსირეს, მაგრამ ჩემმა კამერამ აჩვენა დილის 6 საათზე უკვე იყო ის მუქი ბლოკი
მანდ მოკლედ მეგრო ყველაფერი არის ძალიან საოცარი. მადლობა დიდი ვინც ყველა ვიდეოს მომდეთ. თუ მოგეცეთ ლაიქეთ, მე კი ახლა წავედი ნახვამდის.